ლილიპუტი. არა, გოგამ დაწერა პროსტა. არა. აბა ეხა საბოჭო. კუტუო? რა შუაში იყო? ბოლომდე Tom Show. მოგესალმებით. ეთერშია თქვენი საყვარელი შოუ, ვითომ შოუ. და ჩვენი სტუმრები არის ბასტო და ქორო. ბასტო, ქორო, ეს ხუმრობა. ქორო მთხოვა თქვიო. ეს არის მაქსიმალურად სარკასტული შოუ, სადაც იუთუბერები ეჯებიან თქვენს სხვადასხვა დავალებაში. და პირველი დავალება არის ფაქტები. Tom Show. წესები ძალიან მარტივია. უნდა გასცეთ სწორი პასუხი, რომელზეც გეძლება 2 ქულა, ან საცილო, რომელზეც 1 ქულა. საცილო, რომელზეც 1 ქულა. 1 ქულა. ესე იგი, აქ იქნება ფაქტები, რომელსაც მე არ დავამთავრებ ბოლომდე, თქვენ უნდა დაამთავროთ კარგად. სათხართ? არა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში აკრძალულია ითამაშო. დიდ ბრიტანეთში რა შეიძლება აკრძალული იყოს ითამაშო? დიდ ბრიტანეთის სამეფოში? ბუკინგემის იმაში, სასახლეში? ეგერე მაღლა. აღწევი, ჭიდავი. ჭიდავი. მე მგონია რომ სიმართლე რო გითხრა, არის ითამაშო დიეგოს როლი. დიეგოს როლი? არ შეიძლება აკრძალულია. მე ვამო პოკერს, იმიტომ რომ მე გაფლანგავ მთელ. არასწორია. სლოტები, მობოზის სლოტები? სლოტები. თუ არ არის აკრძალული, აკრძალავენ მალე და ედაღავენ. მარწყები, პასუხი ჩემი პასუხი მარწყები. დიეგოს როლი შესაძლებელია მარწყები. კიდე რა შეიძლება ითამ? ქურდი ზონაში. შო ქურდი ზონაში ჩემი. შედიკადა. ბიჭო, ცხენ ის არის, დოღი ეგენიევასებად და რა შეიძლება პირიქით. მე რატომ მგონიათ რომ ოჯახში არ რა შენ? რას თამაშობ? კაი, მინიშნა. დახუჭებან არ შეიძლება, იმიტომ რომ უყურე შეიძლება ეს დაიხუჭა. კაროჩე, ეს დაიხუჭა, პრინცი დაიმალა და ამ პრინცს ეხა უცებ ან იმალება, ან მოკიტაცეს და მაგაზე თან იმხელა სასახლე რო დაიკარგები ხო არ შეიძლება. დიდი აუჟიოტაჟი რო არ გამოიწვიეს, დახუჭებან არ შეიძლება. სწორი პასუხია მონოპოლია. აუ, რაქს იმენია რომ ყურში ავარტყა ერთი ხე. ერთი წამით, ვინც ითამაშებს რა? ანუ ესე გაგისი რატო არ უნდა, რატო არ შეიძლება. ერთ-ერთი პრეტენდენტი, ვინც უნდა გახდეს მეფე, თქვა რომ ძალიან კონკურენციას ქნისო ერთმანეთშიო ეს თამაშიო და არ შეიძლებაო. იცი რა ხდება? ის ხო, მე მკვიდრ, არა, გეტყვი. არა, გეტყვი რა ხდება ზუსტად. რა, კაი პასუხი რატო? მე ეს არა, რა თემა, იცი რა ხო მე მკვიდრებით გადადის. და მონოპოლიას რო თამაშობ, იქ აღმოაჩენენ ხომ რომ ვიღაცა ვინც ჩაის მიაქვს, ის უფრო მაგრა თამაშობს მონოპოლიას, უფრო თესლი როჟა და უფრო ჭკვიანი, ვიდრე ის პრინცი. და ეგრე ხო არ იქნება, ამიტომ რო არ მოკლან, ამიტომ. შემდეგ, ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ჩაიში შაქრის მაგიოდ ყრიან თავის შვილებს. კაი. აკუთარი გოგოშვილებს. ქორო შენი აზრით? შანქარს. შაქარს. შანქარს. შანქარს ზოგადად ესე ქენი, აი შანქარს. რიან თუ ასხამ, იმენა ყრიან ჩაყრია? შაქრის მაგივრად, შაქრის შემცველია თუ შაქარის ანუ შაქარი არ არის, ესე ვთქვათ. კბილ ბრინჯ. ფლავს. პროსტა რო ურევასე ფლავს. ფლავს. ჩინურ ბრინჯს. არა, ჩინური ბრინჯს არის. ბიჭებო, მინიშნება თეთრი ეგეც. ბრინჯი კი არ არის. ფოულია, ყლები არის. ზამთარში ანუ მარტო ზამთარში სამეთურ არა. სწორი პასუხია თოვლი. მარილი. ბიჭო, აი მარილზე ვფიქრობდი, მაგრამ შიქ ხო არა აქვს. ძალიან ბანალური ხდება. მარილი ან წყლის დალევი, სუპა დაღიქვამენ. ალბათ სუპია რა მაგათვის რა. ერთხელ ანჯელინა ჯოლის ცდილობდა დაეკკვეთა კილერი, რომ მას მოეკლა ვინ? მისი ეგო. ვინ? ეგო. მეც ეგ მინდოდა. შიშ ხო? აი შიშ ხო იმენა. ესა თვითონ ანჯელინა ჯოლი. თვითონ ანჯელინა ჯოლი? თავის ის უნდოდა. სწორი პასუხი ანჯელინა ჯოლი. ხო. რა ხო, არა ხო, და იგი ნახვი. რა ხო, პროსტა მოგეწონა რომ ანჯელინა ჯოლი, ოკეი. აგისით ახლა რატო არის სწორი პასუხი ეს? კაროჩე, უნდა თავის მოკლა, ზოგადად სუიციდი უნდოდა. და 60-ში ვერ მიდის? არა, რა თემა აგისით? მის ოჯახისთვის არ უნდა ეკნახათ, რომ თავი მოიკლა რა. უნდა ენახო, რომ ვიღაცა მოკლა, დაუკვეთა. თუმცა მოიფიქრე ესეთი უაზრო რაღაცა და კილერმა გადაფიქრებინა. სიტყვა გორილა ითარგმნება როგორც ქალი. ქალი, გორილა. რაზე თქვა იბან გორილა? გორილა? რაღაცას უხსნიდა და გორილა? სიტყვა გორილა ითარგმნება როგორც რა ენაზე ითარგმნება? ანუ ზოგადად თარგმნა ოფიციალურად ეგ არის. ქალი, რომელიც რა? ქალი, რომელიც თქვი მუშაობს. საბოჭოთ. ქალი, კაცივით. ქალი კაცივით? ხო. ნუ რაღაც ხო სწორით ხარ. ხო და მეც სწორად თუ არა. რომელიც მუშაობს. ადრე ხო რაღაცა ეს ხო ძველი სიტყვა ხა გორილა სანამ ქალებს ბევრი ყველა უფლება ექნება სამაგერო. ქალი მართველი. არასწორია, კიდე ერთ შანსი გაქვთ ორივეს. ქალი კაცივით ხო ვთქვი. თითო ორივეს მიდით. რა? ქალი ლესბოსელი. კაცობა, კაცები რო ქალები რო ევასდება ქალს. კაი, ქორო შენი ერთი შანსი. ქალი ცხოველი. ქალი ცხოველი. მე ვიცი. ქეთუ ქალი კატა.
გორილა კალიკატა. არა, გორილა რა იქნება, იცი, მაგრამ გორილა რა არის, ხო იცი? ესე ხელები. ანუ ის არის. ხალი მშობელი. კალიში არასწორი არა. სწორი პასუხი. ქალი რომელიც თმებით არის დაფარული. გორილა. იტაგურება ასე. აი, მეგრე ვფიქრობდი, რომ რაღაცა ეგეთი იქნებოდა, მაგიტომ თქვი მუშაობ. 10.9 კილოგრამი იწონი და ყველაზე მძიმე. არ თქვა იქ. ვიცი რაც გაგშენ თავში. სპერმის ანალიზი მინდა მეთქვა რა, ანუ ვიღაცა 10.9 კილო სპერმა მიიძანა ანალიზი. ყველაზე მძიმე ლილიპუტი. ლილიპუტი. ერთი ქულა ჩართოლა. ბიჯეტი. მე მგონია რომ პენისი იქნება რა. პენისი ყველაზე. 10.9. ანუ მოჭრიეს და ისე. ხო, მოჭრეს და კაროჩე 10.9 კილო. ტვინი შეიძლება იყოს. ვისი ტვინი იყო? ჰიტასი? არა, ჰიტასი მძიმეა უფრო, მაგრამ ასამოსი არ არის ამოღებული. 10.9 კილო ან ტვინი ან პენისი. ცხოველის ტვინი უნდა იყოს ხო, მაშინ. ხო. ბასტოს ორი ყველაზე კაგებია. ან ტვინი ან პენისი. სხვა ვარიანტები არ ასაუყა. კაცის ორი კაცის ორი ღირსება არის, რა ტვინი და პენისი. ცხოველის ტვინი შეიძლება მართლა. მოდი მე ტვინს ვამ. მე ტვინს დავკეთე, ვეშაპს ერთი ტვინია. საათო ჩათვალეთ, მეორე ფულა. დაბა განახეთ. ახალშობილი ბავშვი. ფიქრობდი მაგას ბიჭო. მე რატო არ თქვი? საშუალოზე სამჯერ მძიმე იყო? ხო. და ვინ დაბადა? არ ვიცი. იმან ხო არა, ქალი. ალბათ გორილა. დიდი მადლობა TechSwaps, რომ არის ამ ვიდეოს სპონსორი და ყველაზე ეფექტი მხოლოდ მათთან შეიძლება იყიდო. ადოლფ ჰიტლერი იღებდა 28 სხვადასხვა წამას, რომ მოეშორებინა დედამის. მუნი. ვინ? მუნი. მუნი ვინა? მუნი არის კანის დაავადება. არა ისტორია. იღებდა რომ მოეშორებინა, რაღაც ისეთი ანუ შტერობა იქნება რა, ანუ დებილო რო არ შორდება წამლებით, ეგეთ რაღაცას ცდილობდა რომ მოეშორებინა წამლით. ებრაული გენი იქნება. მე ვიტყვი გალუცინაციებსაც. გალუცინაცია. მე მივიტყვი ფეხის სოკოს. ფეხის სოკო რომ მოეშორებინა? ფეხზასუნი რომ მოეშორებინა. კარგი. მეტეორიზმი. მეტეორიზმი რა არის? ბერძები და ისინი რა ეგა მეტეორიზმი. ეგ იწევდა სხვათა შორის მეტეორიზმს 28 სხვადასხვა წამას რო იწევდა. შემდეგ თმის წონის საწინააღმდეგოდ ჰიპოკრატე პაციენტს ეუბნებოდა რომ თავზე წაესვათ რა? ის შენასაც ის. აქ სპერმა არასწორი პასუხი. სპერმა არ არის ვიცი. ესა ფისი? არა, ფისი შეჩება რა ქვია. სტეიქსო წავენ იმ. ზეთი? არა, კარაკი და არ ვიცი. აუ ბიჭო, შენ რა არიცი, შეჩემა მაგ 2 წელი მაგით ბანაო. სანამ ბასოდა ქორო ფიქრობს, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწეით ჩებიარხი. მოდი დავაგლოვოთ 666 ლაიქი. ეხა ნერვებს ატომიში. კაი, მე დამოვიწა, აი ჭაჯის სახელო დავოწე, ეგრე დამოვიწევს მომმარ. საიდან არ გახსენებათ არც ერთ სტეიქსო წავენ მაგ დედამოტყუს კარაკს ვაგდებენ და მცენარეს ვაგდებენ. ეხა მაგდეს რო ლაპარაკობ მაგიტო არ ვახსენებ. არა, სატაცური ბიჭო. ცოტა გრძელი სახელი აქვს. -1 ქულა ბასტოს, ამის გამო ნერვები რომ მოეშალა. მე ვიტყვი ისა თმის ჩვენი საწინააღმდეგო ჰიპოკრატე პაციენტებს ეუბნებოდა რომ თავზე წაესვათ ჰიპოკრატეს ხელი და ეს პროსტა ასე თავზე გადასვა. და აგიგ როზმარინი. როზმარინი, всё. მაგის დედავატირი. ამას იხსენებდი. დათუნაო და გამახსენდებოდა. რა დათუნა მართლა ერთი როზმარინის ფისის არის ვამდი? მარტო ერთი ქულა დააკლდა? ხო. თმისწვენი საწინააღმდეგო ჰიპოკრატე პაციენტებს ეუბნებოდა რომ თავზე წაესვათ რძე. დედის. სხვისი დედის. კაი, სწორი პასუხია ტრედის კინდლი. და მე იცინოდა ხო? ხო. ეს მე რამე დამტკიცებული არის რომ შველოდა, მე კი არ მაინტერესებს პროსტა ვკითხულობ. 1830 წელს კეჩუპი იყენებოდა როგორც წამალი, რის წინააღმდეგ? მორჩა, ანუ როგორც წამალი. პროსტა როგორც წამალი. უგემური კარტოფილის წინააღმდეგ, ანუ წამალია ეგ გაზაშნელი კარტოფილი. ეგეც შესაძლოა, მაგრამ კეჩუპს გაშინე. აუ ბიჭო, ეგეც ვიცი. აუ რა ნერვები მეშლება, რამდენი რაღაც ვიცით. ეხა ეგეც ვიცი, რომ დაჟე მაგაზინ ვიდეოს განახებ როგორ ლაპარაკობ. რასთან დაკავშირებით? რატო ლაპარაკობდი და ამას? რისი წამალი იყო? ხო და თემაში რა თემა იყო? რასთან იყო ახლოს? იცოდით რომ კეჩუპი ადრე, ანუ ესე ვიწყებ ვიდეოს, კოკა-კოლა წამალი იყო თქო და მე კეჩუპზე ვბაზრობ, რომ რა წამალი იყო და რისი წამალი იყო და არ მახსოვს. ზომბების 1830 წელს აღარ იყვნენ? ალბათობით დიალოგით კი. მე გახსოვს 1900 წელს უკვე აღარ იყო ზომბები. ხო და იყოს ზომბები. ზომბები ერთი ქულა ჩაითვალოს. მისი რა, რო არ გეწევა, ჩუჩა. იმპოტენციის. არა, ჩუჩა რო არ ჩუჩა ვაგეცე. გაზეთვა ხდებოდა. აი არასწორია. დიარეის წინააღმდეგ. გახსოვდა? არა, უფრო ისეთი პასუხი მეგონა. გულზმარვა არა და უფრო სვეცკი პასუხი მეგონა რო იქნებოდა. კანადაში ვისკის ბოთლთან ერთად უფასოდ გჩუქნიან. იმას, ბუღას. რას? ბუღას. პროსტა ბუღას. იქ. ან იმ ბუმს. ბუმს ჩართვალე. ცელოფანს რო ჩაარწყიო, ან თლიან პარკს, დიდ პარკს. ორნაბიჯის პარკს იმენ. რო ჩაარდა არწყიო. იმის ტესტ ალკოტესტ. ალკოტესტ? არასწორი. არასწორია. როგორ არის არასწორი? ჭიქას მაშინ რომ ბოთლიდან არსვა ლოთი. პრევენციის მიზნით აჩუქებენ კიდე რაღაცა. პრეზერვატივს. უწევენ. ვაჟა, თაფლს. თაფს. თაფლს პროსტა. კაი ერთი ქულა ჩაუბატეთ. სწორი პასუხი ავტობუსის ბილეთს.
რომ მანქანით არ წავიდეს. პრევენციის ясна, მაგრამ მე პრეზერვატივს ვაჩუქებდი ხა. პროსტა. შემდეგი, შუად კორეაში არ არის არც ერთი ქართველი. ერთი კულა ჩავთვალ. რესტორანი არ იქნება. არის. არის რესტორანი? ძილოეთ გორაში არ არის არც ერთი თავისუფალი აზრი. ეგეც ამასე ერთი კულა ყველა ვარიანტში. კაი, ერთი წუთი. საინტერესო კითხვაა. სამხრეთ კორეაში არ არის არც ერთი ჩრდილოეთ კორეაში არ არის არც ერთი სამხრეთ კორეელი. ერთი კულა. გამოიწერეთ ჩემი ახი კიდევ გაგებულებით. გამოიწერეთ გოგას აქვს. სა პლუს ერთი კულა. ისა, კუბეტი. ო, კუბეტს კი შევჭამ. არც ერთი სახინკლე, ჩემი დედავატი. თუ იყოს თავი. არ არის, всё, ეს არის ორი კულა. და მე რამდენ რაღაცასაც ვიტყვი ეგეც ორი კულა დამიწერე. არ არის არც ერთი სახინკლე, არ არის არც ერთი საჩებურეკე. სახაჭაპურა. არ არის არც ერთი სახაჭაპურე. ვასახელებ 3, 7, 9, 12. არ არის არც ერთი. კაი, მინუს ერთი კულა რომ ძალიან ჭკვიანია ვითომ. ჩვენ პასუხი არის არც ერთი კუნინძა არ არის. არც ერთი კულა. ძირზე ვკიდია. კაი, ერთი კულა ორივეს. სიამდვილეში არ არის შუქრიშანი. უი, ქალებით განან და ესე შვებიან. მართალია. ვით განანდა. ჩინეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლიათ ჭოს თქმა. აი ესე გაღება თვალი. მეტრა 80-მდე გაძრდა სიმაღლეში. ჩინურად კითხვა, ბოზიშვილი. ყველა იეროგლიფის კითხვა. კაი, ერთი კულაც და ქოროშედეთი ვარიანტი. ვულკანში ცურავ, პროსტა. მარტო ჩინეთიდან. არ მგონია. სწორი პასუხია ცურვა. ბიჭო. კატების თავის ერთ-ერთ კნუცს აძრობენ ულოშებს, რადგან დააბრმავონ სპარტანული წესი. ნიშნავენ რომ პირველი ვინც გაჩნდა. რადგან სხვები არ დაჩაგროს. არა ბიჭო, ერთს აძრობენ, შეჩემა რა იცის რემბო რომელია იქიდან. გამორჩეულად უყვართ და ეგრე ნიშნავენ. დალტონიკები. მონიშნა არის. ორი კულა სწორი პასუხია. ფურაყლები არიან. უნდა დავაკვირდე ერთი. მინდა ეხლა რომ გავაჩერინო და ვუყურო რომელს დააძრობს. ექსპერიმენტი რო დაგეგმო არ გინდა, იმე დავაჟო. რო გავაჩინო? აი რო გააჩენინო, ერთს რომ მოაძრობს, მე შენ ჩუმად ყველას მოაძრობს. და ყველა საყვარელი გახდა. ან მიაწეპო, უკან რომ მოაძროს, წეპოთი მიაწეპო და გამოყურებდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ TechSwaps და Wino Studios რომ გათხოვა ეს სტუდიო მთლიანად. ჩემ პრომოგრამით მელია მიიღებთ 10% ფასდაგლებას ყველაფერზე, რაც აქირავებენ, საერთოდ ყველაფერზე. აქა? აქ. რაიმს აქირავებენ, აბა ჩავმე. აი, რაც არის ყველაფერი გაქირავებული. წავით შემდეგი. ორი ყველაზე პოპულარული ფრაზა მსოფლიოში არის I love you და fuck you. შენ არ გეუბნებიო. მე მგონი sorry იქნება. Sorry პროსტა? Okay. არა, შენ ცხოვრების განმავლობაში ეგ ფრაზა უამრავჯერ გინახავს. Just do it. არა. დღეში რამდენჯერ ვამბობ? იშვიათად ამბობ, მაგრამ ვიცის ყველა მე გასა. საშუალოდ რამდენჯერ ვამბობ? 0-ჯერ, მაგრამ აი თვეში ერთხელ შეიძლება თქვა, მაგრამ ყველა მიცის. Happy New Year. კინაგერა ხაია არ არის. Oh my god. არა. ესა Baby Shark. არა, მაგრამ არა. საბავშვო იქნება. Gugu Gaga. გუგუ გაგაზე ვფიქრობ. სწორი პასუხია Made in China. ბერიანლენა tonight. ვა. კაია, მომწონს. როგორ ვერ ვიცნობ, პროსტა ნერვი ხა ფეხსაც მოსწევს ტელევიზორს. სინგაპურის მთავრობა 1960 წლებში აკრძალა კაცებისთვის ეტარებინათ რა? ანუ კაცებს რო ეტარებინა? რო ეტარებინათ რა? სამკაულები. არა. ბეჭდები, საყურე, ცხვირის პირსინგი, ბავშვები. ბავშვები მუცელში რო ეტარებინათ ბავშვები? ქუდი. არა. ქუდი. არა. აპუსტა. არა. კენგურუ. პროსტა წამოიდგინე ეგ და კენგურუ რო დაგაკ. ძალიან მეც აღვწალავდი კენგურუს ტარება არ შეიძლება. კუმფეთა. რა? ეს სიტყვა. სუნი ეტარები. ეტარებინათ სული პროსტა. აი რო გაივლი რა. დაგაქვს აქ სული გული. ისა წვერი. არა სტორი აქვს, ძელი თმები. აუთმები მე. გაუხარ. ეკვადორის არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც მსოფლიოს ყველა მოქალაქეს შეუძლია რა? ეკვადორზე დგომა იმენა. ეკვატორია ეგ. გაფრენა მის ჩასვლა. ანუ ვიზა არ ჭირდება. ორი კულა სწორი პასუხია. ვიზა შესვლა. ორი კულა ბასტოს. ეს ძალიან იზი იყო მაპატია ქორო. ეს იყო ბოლო. რა? ბოლო იყო ეს. აუ კაი რა. აბა ეხა ეგრე ბოლო იყო ეს. ბასტო. 16 კულა. სპეციალურად 16-იან ვარ დამადებული და iPhone 16 მაქვს. ანუ მე მაქვს 17. ქორო 19 კულა. მაგრამ ჩემი შოუა შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. შეიძლება ქულა დაკალო პროსტა იმიტომ რომ არასდროს შოუ შენ მქონდა. პროსტა ისვრი ხოლმე ქულებს. თუ კიდე გამგაცრდი, აბა. მოდი მე ნაკლებს ვისაუბრებ უფრო. მე ვაფშე არ ვისაუბრებ, იდი ნახო. ნახოთ. შემდეგი რაუნდი. Tom Show. არის ვიდეო, რომელიც უეცად გაჩერდება და უნდა გამოიცნოთ რაზე არის ეს ვიდეო. ანუ რო ხდებათ არის კორეული რეკლამები და კორეულ რეკლამებში ხდება სიგიჟეები. კაი, დავიწყეთ. ちょっとあんたなんで上がるのよ რა ბაკაბარაკ? გასმო. 私女優よ女
そういうの私に登らせるわけ დაუბერდიო უკვე. 貧血 კონი ვიციშები. რისი რეკლამა? ფეხსაცმელები, ვიტამინები თუ ესკალატორი? ესკალატორის რეკლამა მგონია მე ვაძლევ ხმას ესკალატორი. ესკალატორი. ქოროშენ? მე თავიდანვე ხო თქვი? რისი? ხონდროლიციო. ანუ ვიტამინებს ამობს ეს. ვიტამინების რეკლამა. სათხართ? იდეალური იქნება ესკალატორის რეკლამა იყოს მართლა. როგორ ჩადის? ანუ ის რომ მისდევთ თან უკან. 貧血なんだから グミサプリ სწორედ ასე ვიტამინები. ოტალეობარ. ეს არის ანუ დაწყებამდე რომ გამოვიცადი მივხვდი. რატო? ფურა საშინელი რაღაცა არის. არა და ესკალატორის რეკლამა უფრო კაი იქნებოდა. ეს არის კირის ვიტამინების რეკლამა. შემდეგი. Happy birthday ელენზის რეკლამა. ふてにゃん60歳おめでとう60歳どういうこと კუტუო? კუტუკო. რაღაც ვეტერინარული კლინიკა, მაღაზიათა ქსელი თუ მობილური ოპერატორი. მე მოდი მობილურ ოპერატორის რეკლამა. პირველია, იმიტომ 60 წლის გახდა ის კატა მე მგონი. მე მგონია რომ 60 წლის გახდა მობილური ოპერატორი. ან მაღაზიათა ქსელი შეიძლება გახდა. მაღაზიათა ქსელი. მაღაზიათა ქსელი. ეს არის ვეტერინარული კლინიკა მე მაღაზიათა ქსელს. ოკეი, შევინახეთ ეგ. მე გიგონები დალაქვით ეს ვიდეო და ვაგავთ 666 ლაიქი დემონის ციფრი. おめでとう60歳どういうことそうふてにゃんは人間で言えば60歳そして რა შუაში იყო? ბოლომდე ერთად ბოლომდე უკვე. 60歳以上は通話が無料だと ელენდის რეკლამა მე მგონია რომ ატარა შვება. არ ვიცი. არც ეცაგოთ კულა. მე ერთი კულაც ამეწერება რომ გადამაფიქრებინა სწორი პასუხი და აი ხახო, ანუ კორეული რეკლამაა, დაიმახსოვრეთ. უაზრობა ხდება მაქსიმალური. უაზრობა ბიჭო ხო გავიგე მაგრამ ხო და თქვენ წელს როგორ გახდეს ლოგიკურად არ იფიქროთ, ლოგიკურად არ იფიქროთ. შემდეგი. თბილისის რეკლამა. 僕らの成 აი მე 功の მგონია ため ავიაბილეთების 必要なものって何だろう გამოხედვის რეკლამა რო იყოს. სამგზავრო რაღაცა არის 才能か აუ იმენა იზუმერის რეკლამები 信じよ რო う努力は裏切らない ყველაფერი და მოასწრო 信じよう才能の輝きを იოგა სირბილის და სად 努 გარდიხარ 力なのか才能なのか ეს რეკლამა, სერიალის რეკლამა, გამაგრებელი სასმის რეკლამა, თუ სუნამო მამაკაცების. ვაჟამ თქვას პირველი. ლოგიკურად ლოგიკურად. მამაკაცებისთვის იმიტომ მგონი შესაძლებელია იყოს რომ რამე რა რომ ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში ანახა მამაკაცი რომ იქ ხან მირბის ხან იოგას აკეთებს ხან თესლაობს ხან სამსახურშია რომ ყველაფერს მოხდება მაგრამ თუ იაპონიაში ვარ და ყველაფერი არაადეკვატურად ხდება შეიძლება გამაგრილებელი სასმელიც იყოს თავიდან შენ ჩემს სერიალის რეკლამა მოფიქრებული იმიტომ რომ პირველი კადრი სერიალის კადრს გავდა და შენ მგონია რომ მოიწვი ამიტომ მე ვიტყვი სუნამოს მამაკაცებისთვის ოკეი, სუნამო მამაკაცებისთვის. მეორე. ოკეი, მე შენ ქვი მესამე, შენ ქვი მეორე. სწორი პასუხი. 輝きを努力か才能か დაიღალეთ ეხლა და 才能なの დალია. か まずは体調でしょ 飲んでから გამაგრებელი სასმელი. さあ乳酸菌でボディ面 ის ხო სწორი იყავს რატო სერიალის არ რეკლამა რომ მე თავიდანვე ამას კადრის გამო მე მე მოვიფიქრე. თავიდანვე ამას ანუ ბიჭო გასაგები მაგრამ ლოგიკური ხო უნდა იყოს რაღაც ეგ დედა რატო ანუ დაღლილი იყო ტიპი. დაღლილიც იყო მაგრამ არ დაკიდეთ ვებზადეთ წავიდა. めっちゃコミックうひょひょひょひょめっちゃコミックうひょひょひょひょ რისი რეკლამა? მანგის აპლიკაციის ცხოველთა თავშესაფარის თუ ტურისტული კომპანიის. ტურისტული კომპანია უნდა იყოს ლოგიკურად ქვი პირველი. მაგრამ მე ვიტყვი მანგის აპლიკაციას მაგის დედას რომ შემეცნე იმიტომ რომ არა მგონია რომ რაც უნდა იყოს ეგ იყოს მე ვამბობ მანგის აპლიკაცია მე ვამბობ მანგას ტურისტულ აპლიკაცია. კომპანიას. ტურისტული პირველი და მესამე. ვებზადეთ. იმედია ცხოველთა თავშესაფარი არ იქნება コミックうひょひょひょひょ山を離れていざ東京純粋な მანგის 祭りの აპლიკაცია. რეკლამას დაგვით. ბიჭო, ძაღლი ორ ფეხზე დადიოდა, კატა 4-ზე. ბიჭო მანგა ეგეთებია შეჩო ძაღლი მეგობრები ყო და ლაპარაკობენ ვებზადეთ შემდეგი. წავიდა. 53年 დავილაღებდი. რისი რეკლამა? პრეზერვატივის რეკლამა, ესკალატორის რეკლამა თუ Android-ის რეკლამა.
ესკალატორი თქვი და მოიგიერა. ესკალატორის რეკლამა მე მართლა. სიკო თქვი თავიდანვე, მაგრამ ამან შემდგომ დატოვა პრეზერვატივის რეკლამა. კაი, დავტოვოთ. იმიტომ რომ მაგარი cool იქნება რა. მე პირველს ვამბობ. ესკალატორის რეკლამა რო იყოს Android-ით ვერ თქვი, არა ვერ ხო. Android-ის ხმას ვაპირებ რო იცოდე რა, მაგრამ ესკალატორის ვერ ხვდები აი ეს ბავშვმა რო შეაფსა ნაპორით, ძალიან დიდი ნაპორით, ესკალატორთან როგორ უნდა მივიყვან. არა, ეგ გოგამ დაწერა პროსტა რა. ხო და იყოს და Android-ის რეკლამა. ოკეი. ტელეკომ. Android-ის რეკლამა. ვა. უკნიდან შვებოდა თურმე მაგ ყველაფერს ეგ ბავშვი. არა, წინდაში. რა ასე გაკეთებოდა. ოკეი, ბასტოს ორი ქულა. ჰეითერება, დაიჯვით ჰეითერება. მოემზადეთ. Girabiru karaochu. Girabiru karaochu. Girabiru karaochu. ეს რეკლამა. თამაშის რეკლამა, საწყობის რეკლამა, სასტუმროს რეკლამა, თევზის რეკლამა. რომელი? მე თამაშს ვიტყოდი შენ ადგილზე. და მე ვიტყვი სასტუმროს რეკლამას. ჭვარა უყურე გეტყვი, ან აქ არის მე ვამბობ მესამეს. საწყობის რეკლამა შეიძლება იყოს თამაშის რეკლამა. მე მესამეს ვამბობ. სასტუმროს რეკლამა. დენ დილაგოში გალაონინუ. დენ დილაგოში დალაონინუ. თევზის რეკლამა არ გამიგია, თევზის რეკლამა რა. თევზი ეკიდა უკანისედა. ხო, თევზი ეკიდა, ძალიან დიდი თევზი ეკიდა, მაგრამ მგონია რომ ესენი უმღერიან და ეს თევზი უფრო ლაღი და ისეთი ხდება. ხორცი უფრო უთანთალებს მე. ხიზილალებია. ხო, ხიზალებს ყრის ათავებს. აი, მოდი იყოს თამაშის რეკლამა, იყოს ჩემი პასუხი, ქოროს პასუხი არის სასტუმროს რეკლამა. ჩემი სასტუმრო. არა, საწყობი უნდა იყოს წესი. Girabiru karaochu. ამის უფლება გააქვს? თამაში იყო. თამაშის რეკლამა. არ ვიცი. ბიჭო, იქ უნდა ვცხოვრობდეთ რა, ყველა სურვილს აგვისრულებდნენ. ჩვენ სულ ესეთი რეკლამების გადაღება გვინდა. ოკეი, ქულების დროა, შემორჩა. და comeback და baby boom-უსგან. baby მოდი boom. ვნახოთ ეს ქულები. ქორო 23 ქულა, ბასტო 22 ქულა. ესე იგი, მესამე რაუნდი. ბოლო და ყველაზე სწრაფი რაუნდი, ყველაზე მოკლეს ვთქვათ. ჯეირან. და ეხლა გადაწყვიტავთ ვინ გადავა შემდეგ იმაში. ჯეირან. შესიმოში. იცი რა, კაროჩი მანახა მაკრატელი რა და მე მეგონა რომ მაკრატელს ვაკეთებ და მე მაწყვებს ხო და მე გავუკეთე მაკრატელი და მარის. ხო და მაგას გეუბნები. მე მეგონა შენ აკეთებ მაკრატელს და მეუბნები რომ ჭაგა აკეთებ და შენ ავით მიგებდი და გულსაბირები. ოკეი, ეს იყო ბოლოსავ ბასტოს გადავიდა შემდეგ ტურში შეჯიბრების ელოშას. აუცილებლად გამოეწაით ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. თუ გინდათ რომ სხვა სტუმრების დავპატიჟოთ, აწერეთ ვინ გინდა რომ შემდეგში იყოს. ნახვამდის.